საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ სხვადასხვა ქვეყნების ლიდერები და საქართველოში აკრედიტებული საელჩოები. თითქმის ყველა მიმართვაში ხაზგასმულია, რომ ილოცვა ქართველ ხალხს ეკუთვნის. ვაიმერის სამკუთხედის წევრი ქვეყნების ლიდერებმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა და პოლონეთის პრემიერმა დონალდ ტუსკმა ქართველი ხალხის მხარდამჭერი ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. ერთობლივ ტექსტში ხაზგასმულია, რომ ისინი დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ქართველ ხალხს მიმართავენ. ევროპელმა ლიდერებმა საკუთარი პოზიცია მკვეთრად გამოხატეს და თქვეს, რომ ისინი ქართული საზოგადოების სურვილს გახდნენ ევროპული ოჯახის ნაწილი მხარს უჭერენ. ლიდერებმა მიმართვაში არც ქართული ოცნება დაივიწყეს. მათ ოცნების ის ქმედებები დაგმეს, რომლებმაც საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა და სამოქალაქო საზოგადოებაზე თავდასხმა გამოიწვია. ჩვენ გვსურს ქართულ ხალხს გადავცეთ გზავნილი, რომელიც შეიცავს მეგობრობასა და სოლიდარობას და კვლავ გამოხატოთ ჩვენი ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. ჩვენ მხარს უჭერთ ქართველი ხალხის დემოკრატიულ და ევროპულ მისწრაფებებს. ეს მისწრაფებები ასახავს ევროპული ოჯახის წევრობის სურვილს. ამიტომაც ჩვენ ვგმობთ საქართველოს ხელისუფლების ყველა ქმედებას, რამაც დემოკრატიული უკუსვლა გამოიწვია. ვგმობთ თავდასხმებს სამოქალაქო საზოგადოებაზე, მედიასა და ხელისუფლების კრიტიკოსებზე. შეკრების და გამოხატვის თავისუფლება დაცული უნდა იყოს. ცნობები გადაჭარბებული ძალადობის შესახებ უნდა გამოიძიონ. რომლებიც ეწინააღმდეგება ევროპულ სტანდარტებს უნდა შეიცვალოს. საჭირო რეფორმების პროცესი ახლიდან უნდა დაიწყოს. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა უნდა აღადგინონ დიალოგი ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან. საქართველოს მოსახლეობას არ უნდა წაერთვას ის შესაძლებლობები, რომელიც დაკავშირებულია ქვეყნის ევროპულ გზასთან. ქართველ ხალხს დამოუკიდებლობა მიულოცა მისმა სტრატეგიულმა პარტნიორმა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. ამერიკის სახელით მილოცვალ სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ გაავრცელა. მან ორი ქვეყნის საერთო ღირებულებებზე ისაუბრა და თქვა, რომ ამერიკა საქართველოს განვითარებას მუდმივად დაუჭერს მხარს. ამერიკის შეერთებული შტატების სახელით ვლოცავ ქართველ ხალხს ამ ეროვნულ დღეს. 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ჩვენს ერებს შორის მეგობრობა და პარტნიორობა ემყარება დემოკრატიის, სუვერენიტეტისა და უკეთესი მომავლისკენ სწრაფვის საერთო ღირებულებებს. ამ დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ქართველი ხალხის სიძლიერესა და გამძლეობას, ასევე ჩვენს მყარ კავშირებს. ქართველი ხალხის სიყვარული და ერთგულება თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მიმართ შთამაგონებელია. ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ ერთგული რჩება პარტნიორობისა, რომელიც შეესაბამება საქართველოს მისწრაფებებს უსაფრთხო და აყვავებული მომავლისკენ. საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ. მან საქართველოსა და ევროკავშირს შორის 30 წლიანი ურთიერთობა გაიხსენა და თქვა, რომ თავისუფლების გზაზე ევროკავშირი მუდამ საქართველოს გვერდით იდგა. Today I congratulate all the citizens of Georgia. დღეს საქართველოს ყველა მოქალაქეს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავ. გაგვთ საფუძველი ამაყოთ იმით, რომ პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის საუკუნოვანი მემკვიდრეობა შეინარჩუნეთ და ბოლო 34 წლის განმავლობაში დამოუკიდებელ სახელმწიფოს აშენებთ. ამ წლების განმავლობაში ევროკავშირი საქართველოს ყოველთვის გვერდში ედგა. ჩვენ ვუწევდით სასიცოცხლო დახმარებას, მხარს უჭერდით დემოკრატიულ რეფორმებს, ხსნიდით წვდომას ევროპულ ბაზრებზე და საქართველოს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლის საშუალებას ვაძლევდით. ამავდროულად ეს დღე მძლავრი შეხსენებაა იმისა, რომ დამოუკიდებლობა და დემოკრატია არასდროს უნდა ჩაითვალოს გარანტირებულ მოცემულობად. ევროკავშირი მტკიცედ რჩება საქართველოს ერთგული, სოლიდარობის, პარტნიორობისა და ევროპული დემოკრატიული მომავლის საერთო რწმენით. ჩვენ ვამაყობთ, რომ საქართველოს მეგობრები ვართ. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს. წინ საქართველო, წინ. 26 მაისს ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ მესამემ. მეფის მისალოცის სიტყვა საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩომ გაავრცელა. მაშინ როცა საქართველოს მოსახლეობა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს, მე და ჩემი მეუღლე სიხარულით გიგზავნით ჩვენს ყველაზე გულთბილ მილოცვებს. მოუთმელად ვერი ჩვენი ორი ქვეყნის ხალხებს შორის მჭიდრო მეგობრობისა და ძლიერი პარტნიორობის გაგრძელებას. მე და ჩემი მეუღლე დიდი სიამოვნებით ვუსურვებთ მომავალ წელს ყველა ქართველს საუკეთესო სურვილებს. დიდი ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში გარეტ უორდიმ ქართველებს დამოუკიდებლობის დღე ქართულ ენაზე მიულოცა. დღეს, როცა საქართველოს დროშა კვლავ ამაკად ბრიალებს დემოკრატიულ ქვეყანაში, დიდი ბრიტანეთი საქართველოს სუვერენიტეტის მტკიცე მხარდამჭერად რჩება. რუსეთის მხრიდან არსებულ ახალი საფრთხეების ფონზე. ევროპული უსაფრთხოებისთვის ამ უნიშნელოვანეს პერიოდში აუცილებელია, რომ საქართველომ განაგრძოს მჭიდრო თანამშრომლობა ევროპელ და დასავლელ პარტნიორებთან. ევროპის სხვა ქვეყნებთან ერთად ქართველ ხალხს დამოუკიდებლობა ჩეხეთის, ბალტიისპირეთის, გერმანიის, ნიდერლანდების, შვედეთის, საფრანგეთსა და პოლონეთის ქვეყნებმაც მიულოცეს. მათ არც საქართველოში დღეს არსებული მდგომარეობა დაივიწყეს და თქვეს, რომ ქართველი ხალხი უკვე 180 დღეა ქუჩაში საკუთარ ევროპულ მომავალს იცავენ.
ვულოცავ ქართულ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს 180 დღის განმავლობაში თქვენ მტკიცედ გახართ ევროპული დემოკრატიული მომავლისთვის თქვენი ხმა ისმის და შთააგონებს ყველას, ვისაც წამს თავისუფლებისა და ერთიანობის ძალის დღეგრძელი იყოს ევროპული საქართველო. ბრძოლის შედეგად მოპოვებული დამოუკიდებლობის შესახებ ისაუბრა ნიდერლანდების ელჩმა საქართველოში მელინე არაკელიანმაც. მისი თქმით, ქართველმა ხალხმა დამოუკიდებლობა მსხვერპლის ფასად მოიპოვა. მან ქართველ ხალხს დამოუკიდებლობა ქართულ ენაზე მიულოცა. ნიდერლანდების სამეფოს სახელით მსურს. ქართველ ხალხს გულითადად მივულოცო დამოუკიდებლობის დღე. დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად საქართველოს ბევრი ბრძოლა მოუწია და ბევრი მსხვერპლის გაღება მოხდა. და ქართველი ხალხი დღემდე აგრძელებს საკუთარი თავისუფლების დაცვას, თავისთვის და მომავალი თაობებისთვის. ნიდერლანდების საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან თქვენი სანდო პარტნიორი და მეგობარია. ჩვენ ვრჩებით საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერებად. მათ შორის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში ჩვენი ურღევი მონაწილეობის მშეობით. ჩვენ თქვენს გვერდით ვართ და ვიქნებით. გამარჯოს საქართველოს. საქართველოს დამოუკიდებლობის დღის მილოცვა გაავრცელა უკრაინის საელჩომ საქართველოში რუსეთთან ომში მყოფმა ქვეყანამ საქართველოს მშვიდობა, ბედნიერება, კეთილდღეობა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა უსურვა.